თვეში ლარის კურსის დაცემის გამო ყველა სცენარისტი ხელფას აიღებს დოლარში. ვინ ჩამიწერა ეს გენიალური ხუმრობა? ვინ დაწერა? კიდე მეტი პრემია რომ მივცე. შენ, სულხან, შენ ხო? მოდი ასე ვიტყვი. ამ თვეში ლარის კურსის დაცემის გამო ყველა სცენარისტი ხელფას აიღებს დოლარში სულხანის ხელფასის ხარჯზე. შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების გამო შალვა ნათლაშვილი კატეგორიულად ითხოვს ბიძინა ივანიშვილს 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას. შალვა, მომისმინე ხა. შენი აზრით, რატოა სააკაშვილი გაქცეული? მეტი კი არაფერი მოუთხოვია მაგას. მოკლედ ამ ეკონომიკური სიტუაციის გამო შეშინდა ყველა. ხადური შეშინდა ლარის კურსის გამო არ მომხსნანო. კალაძე შეშინდა გაზზე ტარიფი არ გაიზარდოს და არ მომხსნანო. ღარიბაშვილი შეშინდა ბიძინამ არ მისაყვედუროსო და ბიძინა შეშინდა ნაცები არ დაბრუნდენო და ნაცებსაც ეშინია სიტუაციის გადაფარვისთვის არ დაგვიჭირონო. მაგრამ ყველაზე მეტად მეგობრებო, ეშინია შალვა ნათელაშვილს. ემან ღმერთი არ გაუწყეთ და მართლა არ მანდონ ქვეყანაო. ნუ შემდეგ ხუმრობას უკომენტარად გავუშვებ. სერიალების მოყვარული მამაკაცი პოლიციის შენობის წინ აი ამ ქუჩაზე დაახლოებით დილის საათებში დასეირნობდა. მან ტელევიზორის ხმა გაიგო, შევიდა განყოფილებაში, გამორთო და იგი ისე წაიღო, რომ ეს პოლიციის თანამშრომლობა ვერ გაიგეს და ვერც მომავალში შეიტყობდნენ. თავად ოჯახს რამდენიმე დღეში იგი უკან რომ არ დაებრუნებინა. კარები ძრია იყო, იქეევე იყვნენ და გამოვიდალე მერე ისე უკან მივუწეთ სერიალს უყურე და ალია გადიოდა თუ რა გადიოდა არ ვიცი, რავი აღარ მახსოვს. უკან მივუტანა ჩემო ბიჭმა. აბა ვერც გაიგებდნენ თუ არ მივუტანდა. რა მოგეეგოთ, რა კაცშვილი დამნახავი არ იყო, რა უნდა გეეგოთ. მოკლედ ჩემი ინფორმაციით ეს სიუჟეტი თქვა არასახავს რეალობას, ესე იგი ტელევიზორი რო წამოიღო იმ კაცმა, თურმე დარჩენია პულტი, მეგობრებო. დააბრუნდა პოლიციის განყოფილებაში, წამოიღო პულტი. მე ჩართო სახში და ნახა რომ პულტი არ მუშაობს, დრო ელემენტებია დამჯდარი. არ დაიბნა, დააბრუნდა პოლიციაში, გააღვიძა ერთი პოლიციელი, კბილები დააჭეჭყინა, ეს ელემენტები დააჩართო პულტი და უყურა სერიალს. ოსკარის ცერემონიალზე მიშამ ეს ოფიციალურად ჩაეძინა. ისე რა ქვეყანა ვარ და გუბას პარლამენტში ზინავს, გურჯანის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებს, ფეხბურთელებს მოედანზე ზინავს, ბიზნეს 10-ის შემდეგ მიდი დათო დაუკარი ომახენათ რომ გამოვაფხიზლო მთელი ქვეყანა. შევინო გამოვაფხიზლო, შენ თვითონ გამოსაფხიზებელი ხარ. დათო! დავაჯინე! ეს საღამოს ამ შოუში იხილავთ მაგარ რაღაცებს. კერძო, როგორ მღერის გუგული მაღრაძე. შეკვეთილი სიუჟეტი ლარზე, უსუფაშვილის მოხმობა, ჯარჯი ჭედია, ახალი ქართული მანჩო. მარიკო ებრალიდე და როლიკო ოქროპედიძეს, ტასო ბარნოვას თეატრში და მარიკა თხენიძეს. დათო, შენ თუ იცი, ვინ არის ლამბერ სექსუალი? ეს არის ადამიანი, რომელიც წვერს ატარებს, ის და სექსუალურობს ამ ხრივ. ამ ადამიანს ქვია ლამბერ სექსუალი. საერთოდ საქართველოს პოლიტიკურ სამყაროში შემოვიდა ეს ლამბერ სექსუალურობის მოდა, დიახ, მეგობრებო, ანუ წვერის მოშვება დაიწყეს, რომ უფრო სექსუალურები გამოჩენილიყვნენ ჩვენი პოლიტიკოსები. ნუ კალაძე არის ამ ხრივ პიონერი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კალაძე. ბიძინა ივანიშვილი, ჩარტერ ბიძინა, ოქროს წვერით გამოირჩევა. შესაბამისი წვერი აქვს. გივით არგამაძე. ნუ გუბა სანიკიძე ორიგინალურია და წვერის მაგივრად ასე მოუშვა წარბები. და გარდა ამისა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ვერ ამჩნევს, მე ძინავს თუ არა სტომებზე. ადეიშვილი, ცნობილი ადეიშვილი დღეს იყენებს ლამბერ სექსუალებს რომ დაიმალოს. ეს უწვერია გარშემო. სოზო ჯაჭვლიანს წვერის მაგივრად ამოუვიდა ხავსი. ვანახეთ ხადური. აი რა მოსდევს ამდენი ცხრის ჭამას. და მარგველაშვილი როცა მოდა შემოვიდა, მაშინ გააპარციეს. და ბოლოს წვილი ნათლაშვილი და გუგავა ამათ არ აქვთ მატერიალური უსასრულობის გამო მთლიანი წვერის მოშვების საშუალება. ნახევარი.
ვიფასო მეგობრებო, შეკვეთილი სიუჟეტის დრო მოვიდა. ლარის კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიკვეთეს სიუჟეტი ამ თემაზე, შეგვიკვეთა ნოდარ ხადურმა, სხვა შორის მინდა პროდიუსერს ვკითხო, რაში გადაიხადა ლარში თუ დოლარში. ნუ ამას მოგვიანებით გავარკვევთ. მოკლედ ხადურის მიერ შეკვეთილი სიუჟეტი ლარის კურსის ცვლილებაზე. ბაბი კირკიტაძე. დღეს, როდესაც ლარი ეცემა, როდესაც 1 კილო ყველი 2 კილო ფული ღირს, როდესაც ანგარებით გათხოვებამ აზრი დაკარგა, ჩვენ პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ. მოდუნდით და მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. ბატონო ემზარ, თქვენ როგორც ექსპერტი, რა კომენტარს გააკეთებდით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით? ამ პროცესში მე მხოლოდ პოზიტივს ხედავ, სხვათა შორის, აი მაგალითად, როგორც იქნა დაფასდება გლეხის შრომა და ყურძენი რომ ლარნახევარი ღირდა, გახდება 10 ლარი. და მაინც, თუ შეგიძლიათ გითხრათ, ლარი აიწევს თუ დაიწევს? ეგრე ვიცოდი, კინაცვალე, ექსპერტი კი არა, მილიონერი ვიქნები და სხვათა შორის მინდა ეს ინტერვიუ დავასრულო ჩვენი ფინანსთა მინისტრის სიტყვებით. საარსებო მინიმუმი გაიზრდება. 160 ლარის ნაცვლად ჩვენი მთავრობა 500 ლარს მოგცემს. განა ეს არ გინდოდათ? სწორედ ლარის ვარდნას უნდა ვუმადლოდეთ ქუჩაში ამდენი ბედნიერი ადამიანი რომ დადის. Before with $100 I could buy 100 ადრე $100-ით 175 ლარის ყიდვა შემეძლო. ახლა კი 240 მაძლევენ და გაცილებით მეტ ჩურჩხელას ყიდულობ. And I can buy so many churchkelas. Yes. აგერ ხორცით მოვაჭრესაც ვკითხოთ. როგორი მოქმედა თქვენზე ლარის კურსის ცვალებადობა? ადრე გენაცვალე 50 ლარს მიხდიდნენ და ცოტა მიტყდებოდა. ეხა 100 ლარი ვღირვარ და მე ამაყება. ძალიან კარგი. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ლარის კურსი თუ ჯანმრთელობა? ხილად გოგონი. ჯანმრთელობა. რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის? ლარის კურსი თუ მეგობრობა? მეგობრობა, რა თქმა უნდა, მეგობრობა. ლარის კურსი თუ სიყვარული? ვაიმე, რა თქმა უნდა, სიყვარული. როგორც ხედავთ, ლარის კურსი მოქალაქეებისათვის მეორე ხარისხოვანია. ადრე 1 და 4-ზე რო იყო დოლარი, დედამ მქონდა ნატირები. და ახლა როცა 2 და 4-ზეა? 2 და 4-ზეა? ახლაც დედამ აქვს ნატირები. აი ხომ ხედავთ, არანაირი განსხვავება. რა გჭით ხალხო? ნუ დაგაბრმავებთ სიხარბე. თვალი გაახილეთ და მიმოიხედეთ. ლარის ვარდნის გამო ბანკირები მილიონებს იშოვიან. განა ბანკირები ჩვენები არ არიან. როგორც იქნა გაიხარეს სკეპტიკოსებმა. განა ისინი ჩვენი მოქალაქეები არ არიან. გადავხედოთ წარსულს. განა კუპონი ჯობდა? 1 წუთით $1 მიპოვე ხალხო. საკუთარ ტელევიზიას ხსნი. და ბოლოს, რაც არ უნდა დედა მაინც დედა დავით უსუბაშვილს ამჯერად გელა გდოლიძე უხმობს. მიდი გელა. აშინოცა უფლებები ირღვეოდა სულ სააკაშვილის რეჟიმი ვიმწარებდა სულს მაშინ მოხვედი და თქვი იქნას ნათელი უფრო მაგარი ხარ ვიდრე სოლო ლაკელი
ცხვარი სულეთად მოძოვე ზეგ რომ მოხვიდე დაწყას ღვინო დაღწევს იადი ბიძინა შენ რომ მოგინდეს რა თქმა უნდა ვაზვიადე თუმცა ცისე დათო შემობაჯბაჯება თინა გვაღისე Usupashvili dato, usupashvili dato, usupashvili gedlaki, usupashvili dato, usupashvili dato, usupashvili dato, usupashvili gedlaki, usupashvili dato, usupashvili dato, usupashvili dato, usupashvili gedlaki, usupashvili gedlaki, usupashvili gedlaki, usupashvili gedlaki. მოდი დადო ვიფასო მეგობრებო ჩვენი განაცემის პირველი სტუმარი გახლავთ ქალბატონი გუგული მაღრაძე მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან ბედნიერი სახე გაქვთ, ალბათ სესხი. იმიტომ რომ ასეთ სახალისო გადაცემაში არა, მე მგონი იმიტომ რომ სესხი გაქვთ ლარში, ხო? არანაირი სესხი არ ქონია არასდროს. გაცდენები. რატო დაგაწესეს ჯარიმები გაცდენებზე? მე ასე ვთქვათ, არასაპატიო გაცდენები თითქმის არა. არა, ხო? ყოველთვის ადმივლინებაში ვარ ახლა. ხო და ისე რომ უყურებ პარლამენტს ხალხო, ჯობია ჯარიმები არა გაცდენებზე, არამედ დასწრებაზე დაწესდეს. ზოგიერთი ჯობია არ დაესწროს. მაგალითად, რა ვიცი, ჩხუბები რო ხდება ხოლმე. ერთი ეპიზოდი იყო, კინოში გადასაღები ეპიზოდი, ზვიადაურმა გუგულის ბუდეს გადაუფრინა და ახლა ესე როგორც ფსიქოლოგი. კომფორტულია იყო, ანუ გეხმარება თქვენი პროფესია პოლიტიკაში? აი წინასწარ თუ ხვდებით ვინა სიტყვის რომელი პოლიტიკას? იცით, მაგ ხრივ კი, თითქმის და ნაციონალურ მოძრაობაში ხო ვიცი ხა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც თქვათ, რაც არ უნდა თქვას, მესამე წინადადებაში უნდა ახსენოს ბიძინა ივანიშვილი. და აი დავუშვათ სიცოცხლე მარსზე არსებობს თუ არა? სიცოცხლე მარსზე ნუ დამტკიცებულია რომ სიცოცხლე მარსზე რეალურად არ არსებობს, თუმცა კულუარებში შეიძლება არსებობს. ისევე როგორც საქართველოს თითქოს არ მართავს, მაგრამ კულუარებიდან მართავს რუსეთიდან მოსული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ხართ ყველაფერთან ერთად, იმის გარდა რომ ხართ პარლამენტის წევრი, ფსიქოლოგი, ასე შემდეგ ხართ ქალთა პარტიის საპატიო პრეზიდენტი. ქალთა პარტია ეს. აი მაგალითად თქვენ პარტიაში მორჩით უკვე ახალი თურქული სერიალის ყურებას თუ რომელი ახალი თურქული? არ ვიცი. ხო. ქუჩაში დალევა აიგზალა. კარგია. რატოა კარგი? ადრე ქუჩაში შევდნენ კაცები, ახლა სახში დალევენ ქალებისთვის ცუდი არის. რატოა ცუდი?
ხო გააჩნია როგორც ვავე. ისიც რა ჯერ ერთი გარეთ როს ვამს და სახში რო ვთვალი უარესია ჯობია შენი კონტროლის ქვეშ დალიოს. სოლის კონტროლის ქვეშ. აკონტროლებ ხოლმე კაცებს თქვენ? ხა მე ერთადერთი ქალიშვილი მყავს და მასთან ცხოვრობ. თუმცა ამაზეც ერთხელ ერთ-ერთმა ჩვენთან მოსულმა ქალმა თქვა რომ ჩემი სიძეზე რა კარგი ხასიათისაა სიდედრთან ცხოვრობს და გაგიჟდა ჩემი სიძე. სიდედრთან კი არ ცხოვრობსო, მეოთ სიდედრი ცხოვრობს ჩემთან. უიმე სიდედრი ცხოვრობს? კი, იმიტომ ერთი ქალიშვილი მყავს და არ შემიმიბისიკე. ხო, მერე 2 ოქტომბერს აკაკუნებს და მეუბნება, ეხლა რა იყო მეთქი და რომელი ჩემოდანი ჩაგილაგო? რა ჩემოდანი მეთქი? ქუთაისში ხომ მიდიხარ და დაიმართ. ასე რომ მე მაგრამ ეხლა ჩემ გარემოსში ერთადერთი არის ჩემი სიძე, რომელსაც უხარია რომ პარლამენტში ქუთაისში მეც არავის არ უხარია. ბატონო ირაკლი სამწუხაროდ პარლამენტი გადმოვა. აი წმინდა ქალური პროფესია, აი როგორც ქალთა პარტიის ლიდერი. იცით რა, ესეთი წმინდა ქალური და წმინდა კაცური პროფესიები. აი ჭედელი ქალი წარმოგიდგენიათ? რატო არა? რატო არა? როგორ აი ჭედელი ქალია. რა არის აქ ისეთი, ეხლა მთავარია იშელება მეშახტე ქალი. მეშახტე ქალები არიან. მაგრამ თუ კი მეუღლეები თანაბრად შრომობენ, უნდა გაიგოს. სადღაც მაინც ხო შეიძლება უთანასწორობა იყოს. აი მაგალითად, ავიც ქართული სუფრა, ტრადიციული სუფრა, ხო? ეგ დამითხრია მამაკაცებს რომ მე 1 საათის მეტი ვერ უძლებ ქართულ სუფრას. თუმცა როგორც მე გავიგებ, თლად ეგრეც არ არის, იმიტომ რომ სუფრის ზოგიერთი ელემენტი ქართული კარგი სიმღერა გიყვართ. იმერულ ოჯახში ხო იცი ყველა მღერის და ჩვენთანაც ღეროდნენ. ამ დონეზე მღერი ვარ და ისე. ხო და შესაბამისად თქვენი უნარჩვევებიდან გამომდინარე, რომ გავიგეთ შემოგთავაზეთ და დაგვთანხმდით და ამიტომ სიურპრიზით, სასიამოვნო სიურპრიზით ვამთავრებთ ჩვენს დღევანდელ სტუმრობას, ქალბატონი გუგულის სტუმრობას. ქალბატონი გუგული მაღრაძე იმღერებს ძალიან კარგ ქართულ სიმღერას. სიამოვნებო. იმერეთში თუ ჩვენ მხარეს ჩაგივლიათ შეამჩნევდით მიმობნეულს მინდორველად პაწაწინა მარჯნის ფერი ყვავილია იმერეთში ეძახიან საპოვანელას პაწაწინა მარჯნის ფერი ყვავილია იმერეთში ეძახიან საპოვანელას არ მომიპარავს მიპოვნია ახლა ჩემია პატარა გოგოს სიყვარული ოხრა ძნელია 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 ოხრა ძნელია პატარა გოგოს სიყვარული ოხრა ძნელია დიმ დამ დამ რამპი ტარები რამპი ტარები და დიმ დამ დამ რამპი ტარები რამპი ტარები და დიმ დამ დამ რამპი ტარები რამპი ტარები და დიმ დამ დამ რამპი ტარები რამპი ტარები გუგული მაღრაძე, გავაცილო, დიდი მადლობა ქალბატონო გუგული, დიდი მადლობა. არსებობს ესეთი მაჩო კაცი, რომელსაც ქვია ჯარჯი ჭედია, ქართველი მაჩო. დღეს იგი იმყოფებოდა უბრალოდ გუშინ, იგი ჩამოვიდა ლიკანიდან მეოთხე სამმართველოს ბაზაზე, სადაც იყო ბალნეოლოგიური კურორტი, გაკეთდა ფეშენებელური სასტუმრო რიქსოსი, სადაც ის თავის მეგობარ ორ გოგონასთან ერთად ბრძანდებოდა, იმხიარულა მოისვენა და ვიდეოც გადავიღეთ აი ამ ვოიაჟიდან. ნახეთ ეს ვიდეო, ჯარჯი ჭედია ჩვენს გააცნობაში. ვიცი გინდოდა და არ გეძინა ღამის სურნელი ლამას კერძე გეფინა
რომ მელოდებოდი მე შენ სულ არ შეიმჩნევა მას თვალს არ ამარიდე ისეთ ჩაიხსნი გაბას და მომიახლოვდები ვიცი მომანდომებ თავს ეს ღამეთ ჩემს მუსკულებს გავს ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი ლამაზ ოცნებაზე მეტად შენ რა სექსი ვარ სანატრელი თვითონ სიყვარულზე მეტად მე რა სექსი ვარ საყვარელი ლამაზ ოცნებაზე მეტად შენ რა სექსი ვარ სანატრელი ვიცი რომ ამ ღამეს სთხოვარ გათენდეს რომ ეს ფლეიტა არასოდეს დათუნდეს ჩემს მოპერებას და კოცნას არ დაჯერდები ხელში ამიყვან და დაგივარდები და მომიახლოვდები ვიცი მომანდომებ თავს ეს ღამეც ფრანგულ კოცნას გავს ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი ლამაზ ოცნებაზე მეტად შენ რა სექსი ვარ სანატრელი თვითონ სიყვარულზე მეტად მე რა სექსი ვარ საყვარელი ლამაზ ოცნებაზე მეტად შენ რა სექსი ვარ სანატრელი ვიცი მომანდომებ თავს ეს ღამეც ნანახსის მარს გავს ლამაზ ოცნებაზე მეტად ვარ სანატრელი ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი თვითონ სიყვარულზე მეტად შენ რა სექსი ვარ საყვარელი ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი ლამაზ ოცნებაზე მეტად შენ რა სექსი ვარ სანატრელი ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი თვითონ სიყვარულზე მეტად შენ რა სექსი ვარ საყვარელი ლამაზ ოცნებაზე მეტად მე რა სექსი ვარ სანატრელი შენ რა სექსი შენ რა სექსი რეკლამის შემდეგ მარიკო და როლიკო დასობარნოა თეატრში და მარიგა თხერიძე. ხალხო, კეთილო ადამიანებო და არც ისე კეთილო ადამიანებო, ჩვენთან სტუმრად მოვიდა ორი ვარსკვლავი, რონალდო ოქროპირიძე და მარიკო ევრალიძე. ხო ამ ჩემო შალვა ჩემი სახელია როლანდი აბა მე რა ვთქვი რონალდი რონალდინიო როლანდ რა ვიცი რა როლიკო შეიძლება დაგიძახო ხო კი როლიკო ჩემი პაპის სახელია და როლიკოს ეძახო ნასაგერია რატო არის ისე რომ აი სამწუხაროდ აუთსაიდერები ხართ ერთ-ერთი მიზეზი რაც მე მომდის ტვინში ეს არის ის ნუ მაგის ბრალია საკმარისი SMS-ები არ მოდის რა თქმა უნდა ხალხის შენ საიდან ხარ როლიკო წარმოშობილი მე გურჯაანიდან და დუტა საიდან არის თელავიდან ვინგი ძირავს არა
დაუშავს, მე მაქვს გეგმა, სავალუტო ფონდი ხო აძლევს საქართველოს ფულს, მე $5 მოგცემთ, ეხლა $5 იმდენი SMS-ის ყიდვა შეიძლება, რომ $2 დაგჭირებათ კიდევაც. ფინალამდე გეყოფათ რა. მარიკო, სადა ხარ დაკარგული შენ? რატო ვარ დაკარგული? პირველ არხზე მიმყავს არაჩვეულებრივი ინტელექტუალური შოუ სიტყვების თამაში. ხო, მაგდო გეკითხებს სად დაიკარგე. შენ გვაქვს დაახლოებით მიახლოებული რაღაც ხადური გვაქვს ესეთი სიტყვა და როლიკომაც და მარიკომაც უნდა შეადგინოს ამ ასობგერებისგან, ხადურისგან სიტყვები. ხო, მიბძანდით დადექი. აი, მე ვიცი უკვე რასაც. ნუ გამოდის აქედან ხარი. ხარი გამოდი ხადურისგან. მე ვიტყოდი რომ შედის უფრო ხარი ხადურში, მაგრამ კაი ჯანდაბას გამოდის ხარი ხადური. მოვიფიქრე. მიდი. ხურდა. ხადური ხურდა. სწორია, ფინანსებთან ახლო არის. შემდეგ გამოდის რუხი. რუხი კი ბატონო. აბა როლანდ? როლიკო? დუხი. დუხი არა, დუხი არ არის. დუხი არ არის ქართული სიტყვა. სუნამო. ო. დუხი. არ არის. იუდა. ხადური იუდა. დარი გამოდის ჩემთან. დარი. დური. რა დური? აბა რა დარი? რა დური? დარი დური. დარი თუა დური. ჩაუთრი მარიკოს დარის მე უნდა ჩამიტოლო დურია. გამოიწეთ მეგორი არის ფრე. ესე იგი გამოვიდა ხადურისგან. რატომ უთვლი? ხადურისგან გამოვიდა ხურდა, ხარი, იუდა, რუხი, დარი და დურიც კი გამოვიდა, ერთი ფინანსთა მინისტრი არ გამოვიდა. კაი, დაჯექ, მოდი, დადავით, მიიღე მონაწილეობა ძალიან ცნობილ ევროვიზიაზე, სადაც მოიგო კონჩიტამ, ხო? ნერვიულობდი თუ არა? რა თქმა უნდა, ნერვიულობდი, მაგრამ ნუ ჩემს გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, ბევრი რო აღარ ვილაპარაკოთ სხვა, ვთქვათ, ისეთ შიდა სამზარეულოზე, შინი ისეთი ადამიანები იყვნენ. სცენაზე რომ მე უფლება არ მქონდა რომ მე ნერვიულა. იმიტომ რომ საპასუხისმგებლო გამოსვლებზე ნერვიულობა, აგერ ჩვენ საპატიებელი, აი მაგალითად ისე ინერვიულა მესხმა მიშამ ოსკარებზე რომ გული წაუვიდა. ხალხს ხო გონია რომ დაეძინა, სცენაში გული წაუვიდა რა. გული წაუვიდა. კი, იმიტომ რომ აი ძალიან ნერვიულა. შენ ხوار ტაქსვლია სადმე გული ან ხوار დაგიძინია. არა, მე გული არ წავცვლება რა. ძილის პრობლემა სხვადასხვა მეც მაქვს, იმიტომ რომ დილით გაუძება მიჭირს ამის გამო რეპეტიციაზე მაგვიანდა, ყველგან მაგვიანდა, დღესაც დამაგვიანდა რეპეტიციაზე, იმიტომ რომ ძალიან გამოფხიზლდი რომ და დავსდევდი. კიდე ერთი წარი ამბავი მახსენდება, რა ვიცი, მოყე. სამ ძილთან და ჩემ ძილთან დაკავშირებით. მოყე. თუ არ მოგწონება ამოვჭერთ რა. კაი. მოკლედ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა კახელი, თელაველი სხვათა შორის. ხო. აი თელაველები მე მიყვარს ძალიან და ვერ დავაბარალებ ერთ დუტასას ამ შეგას მითხარი. მოკლედ ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად თბილისში და მე და ჩემო მეგობარმა კიდე რაღაც წავიყვანეთ, წამოვიყვანეთ ეს ჩემი ნათლი მამა არის, მახოთ ჭიდრაშვილი, კარგი ბიჭი. სტრიპტის კლუბში შევედით რაღაც ღამე ბოლოს უკვე რომ ესეც გავართეთ რომ აი რაღაცა გვინდა რომ რაღაცა ვანახოთ ისეთი რაც კახეთში არა, თელავში არა. თელავის სტრიპტის კლუბი არ არის. მოკლედ სახში დავბრუნდით და ჩემი მეგობრის ნაქირავების სახლი იყო, საწოლებია ორი ცალი მიტყუპებული გვერდიგვერდ. მე კედლის მხარეს დავწექი, ეს სტუმარი ჭიდრაშვილი შუაში დავიწვიდა და ბექა ჩემი მეგობარი ნაპირას დაწვა. ჩემთან წოლას ამბობენ რომ ზოგადად რთული ყოფილა რა, იმიტომ რომ დიდი ვარ და ფეხებს ხელებს ვიქნევ რაღაცა ისე ვიქცევი საწოლში ცუდად თურმე ძილში და დილარი ალბათ თენდება რაღაცა ესეთი პროცესი ეს ფეხი მაქვს ამ მახოთ ჭიდრაშვილზე გადადებული კარგად ესე გადადებული მან და ესე მიჭირავს მახო კარგად მიჭირავს და ეს ჩემი ტუჩევი იმისე კისერზე მიდევს რა აი აქ აი კარგად ხო არ გავჩერდეთ აქ არა ეგრე არა ეგ გასაგებია და ხო არ გავჩერდეთ ეს ფაქტია რა ეხლა მეტი ყველაფერი დანარჩენი ნორმაში იყო ხო არა ხო გასაგებია ყველაფერი კარგია არა მე ძილზე დავიწყე ეს ამბავი რომ ძილბურანი ხო და რამეში არ გადაიზარდოს თორე ძილბურანი ვიცი რა ისეთი ძიმე ძილბურანი ვიცი აი არ გაინტერესებს გავაგზელებინოთ ხო კი მე მოკლედ ძილბურანში ვარ და აი ამ შეგრძნებას იმას გძნობდა რო კისერზე და ნუ მე მიჩოული ვარ თან იმ პერიოდში სადღაც ცხოვრობ ეს ცოტა ადრინდელი ამბავია სადღაც დავდივარ იქ ცხოვრობ და ხა თქმა უნდა და ხო ხედავ მიჩოული ვარ რომ მგონია რომ იქ ვარ ხო ბოლომდე გეკო ხო და გაუშვი ერთი 4-5 კოცნა გაუშვი
ნაზი კოცნა ესეთი კისერში გაუშვი. აი დილით აი შეგზნებები რაღაცა სპანაირო აი დილით სასიამოვნო რო არის აი ზადი გაუშვი ეს ნაზი ესე კი არა აი ნეჟნი რა ხო მერე ხო ეს გაუშვი ესე ხან ცოტა დრო გავიდა კიდე არ მეყო სიზმარში ისი რა მომენტში ვარო სიზმრებს რო აკონტროლებ რაღაც პონჩი აი საითაც გინდა იქით აი მერე მოიყვან რაღაც. ხელი ამოჩნდა ჩემი ხელი იმის მუცელზე. ესე მაქვს რა ესე. ეხა მუცელზე ესე თითები რაღაცა ნერა რა ესე მოუფაჭუნი რა. ვიდი ვა. ერთი ცირაში შემეპარა ძილს შეჭირო რა არ მესიამოვნა რომ ამ ბიჭსეცო ვაფლი მაიკები როა ხო ესე. ხაკუნობს თო ხელზე იცი როგორ ხაკუნობს იმას არ ეცმეოდა იმას მე იქ ხელში მაქვს ატლასი რაღაცა ისეთი აი სრიკინებს და რაღაცა და აქ არის ვაფლი მაიკა აი ხუდი მაიკა ხო თორე დანარჩენი ყველაფერი დანარჩენი ნუ არ ვიცი ჯერ ახლა ამ მდგომარეობაში მეთქი რა არის ეს რაღაც არ წავედი და აი გაივსო ხელი გაივსო პირველად ჩემ ცხოვრებაში ტოროლასავით. გავიღვიძე როგორ იცი რომ და აი ესე დავწეკი და აი როგორ გითხარი რას გავდა იცი რომ აი ფუღუროში რომ ხელი შეყო. აუცილებელი ხო არა რომ გველი დაინახო რომ გიკმეს ხო მიხდები რომ ის გველია და როგორ გამოყოფ უკან აი აი ესეთი გავაკეთე გადმოტრიალდი და ვაიმე ბიჭო მეთქი რა ხდება? ამას რო რა ხდება კი არა ეღვიძოს კი არა და ეს ახლა კახელი თო ნელა წამოჯდა. აქეთ ერთის მაკაცი უწე. აქეთ მეორეს მაკაცი უწე. მე უცებ გადავტრიალდი, თან გეგონა ზე წამასწრო რა და მე ვითომ არაფერი და რასაკეთებ როლა? კითხვა დასვა, ეხა მიდი და უპასუხე ეხა რასაკეთებ, აბა რასაკეთებ? ბოდიში შემეშალე ამერიე გავაღვიძე ბექა ჩემ მეგობარი მეთქი ბიჭო განხილვა მოაწყეთ ხო მიხვდა რომ მართლა ნუ კარგად დამთავრდა ყველა კარგად შენი ესაკეთებ რა მე დამარგე რასთან აგვაქვს საქმე კარგი მე უნდა შემოგთავაზოთ ეხლა ერთი რაღაც რაც ერთად წოლას გულისხმობს რა იმიტომ რომ არა ეხლა მაგის არა აქ ხო არა ეს არაფერი ეს არის უწყინარი თამაში თქვენი სამსახიობო ნიჭი უნდა შევამოწოთ უბრალოდ ამ კაცის სამსახიობო ნიჭი ცნობილია შენი სამსახიობო ნიჭი როგორც მომღერალი გასაგებია რომ ისეთი მაგარი არ არის როგორც მსახიობი აბა შევნახოთ როგორც მსახიობი ხარ ხტი ესე იგი ჩვენ უნდა განვასახიეროთ დაწეკით ერთად გადაცვალე როგორც თქვენ საბნის ქვეშ დაწეკით ერთად განასახიერეთ ცნობილი მომენტი ფილმიდან ღვინის ქურდები როდესაც კახკავსაც გმირი იღვიძებს იმის გამო რომ მარნიდან ესმის სიმღერის ხმა ეხლა ნახავთ აი ამ ნომერს და ის განასახიერეთ გასუნდა იმომწვიდე თავიდანა. გამოგივიდა ადამიანო. აღარ მაგუჩო თორემა. ხური ამას. სულ დათამსა. აჰა. კარგია. ხან გონი ჩვენი მარნიდან მოდის. მარნა რა ბოსლიდან. ოღონდ გითხარი მარნიდან მეთქი, მარანში მღერიან. აიცა ჩარვალე მაიტა ხალო.
გაგიშტები შენები. შენ სკოლას მასწავლი. შენ სკოლას მასწავლი. ოღონდ ეხა ძალიან იოლი ვარ იყოს ეს ამოცანა. შენ მარიკო განასახიერე კახი კავსაძე. შენ კიდე მეუღლე კახი კავსაძის განასახიერე. რა? აი ეგრე, მიდი დავაი. დაიფარე დედაკაცო, მამაკაცო. მამაკაცო. დააწე კაცო, დააწე. მე კახი კავსაძე ვარ, მაპატიეც მაყურებელო. მატორ, წავიდა სიმღერა. რა გინახალო? სიმღერა. რა სიმღერა? მე ვიცი რა სიმღერაც გინდაში. ვიცი აქ გადი მამწყილი თავიდან. გადაგემართ ადამიანო. მეტი აღარ გამახვიდე თორე. ავიდა თავს. ეხა მოგეწონა, კახი. შენ გაჩუმდი? ხო, მოგეწონა. ნონი, ჩვენი მარნიდან ისმის ხმა. მარნიდან არა ბოსლიდან. აი ახლა მაცადე. აკი ვამბობდი, აჰა. შორლ მაიტა. აი, ეხლა. მაიტა ხალო. ეხლა შენებურად კინო გაგიჟდები, ეხლა შენ ერთყოს მასალე. დიდი მადლობა. ეს იყო როლიკო პროპირიძე და კარგად გამოვიდი. კარგად გამოვიდი. ასო ბარნოვა, ჩვენი გადაცემის მუდმივი წევრი, მან შეიცვალა პროფესია, ცოტა ხნით იგი მივიდა თუმანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში და ითამაშა, მონაწილეობა მიიღო სპექტაკლში. თუ როგორ მოხდა ეს, რა გამოვიდა აქედან, ამას ჩვენ ნახავთ ყველანი ერთად. მაშა სადამე ასო ბარნოვა თეატრში. ჩემ ცხარებაში არის ორი ბაიმე. ერთი მინდა და რა პირველად სიყვარულით მეკაცნა ბიჭებს, მაგრამ მე ვერ ავიხდინე და მეორე დიდ სცენაზე სპექტაკლში მეთამაშა. გამარჯობა, ქალბატონო ქეთი. გავხდები სახელოვანი? ახლა თუ დღეს ჩვენ მომსახურებამ არ შეგჭამეს და არ გადაგხლაპეს და ჩაგახრამუნეს, გაქვს ეგეთი შანსი. თქვენ დამკრიშავთ? აბა ქართულად მითხარი, მე დამხურავთ? კიდე მითხარი ქართულად? დამიცავთ? აი ეგრე, დაგიცავ. ჩვენ ორ კვირაში ერთხელ გვაქვს აქ გამოფენები, სხვადასხვა მხატვრების. ესენი იყიდება? პრემიილი, კი, მე მგონი კი. ანგარებით რო გავცხოდები, ყველას ვიყიდი. სულ ანშლაგები გვაქვს. ანშლაგი იცი რა? დიახ. ხო, აბა რა არის? როცა ყველას კამი დაკავებული. შენ კაი გოყოფ. სუკერძო სკოლებში სწავლობდი. ასე გარნობა, დასო დაიწყო ტირი. რა უნდა ჩამაცვათ? რა მე ლამაზი. ძალიან ლამაზი, უნდა ჩაგაცვათ ინდური დასას. ბრენდის არის? ძალიან წვრილი ფუნები. წვრილწვრიანი ვარ. ესე შემეძლო თავისუფლად მოდელის გამოსული ყავს. თქვენ რა გაფიქრობთ?
კი, შეგეძლოთ თავისუფლად. კი, მაგრამ მოდელები წიგნებს არ კითხულობენ. ნუ არც მე არ კითხულობ წიგნებს, მაგრამ აი განათლებული მოდელებიც მინახავს. არა, აი მოდელი რო იქნებოდა, ყველა მიხვდებოდა რომ წიგნებს არ კითხულობ და ესე ყველა ვერ მიხვდება. აბა, ჩქარა, გატ. ჰიდროელექტროსადგური. არ მარდა. მე გითხარი ეს თქო და რა შუაშია ჰიდროელექტროსადგური? კი. გამერიტა. მოდი შეჯობია. სიტყვას მოიწვი დღეს სცენაზე. უბრალოდ წაიცეკვე და აი ისეთ საკვარისიეროებები გამოხო. წავიდე, მოვისვენო. კარგი, მოისვენე შენ საგრიმეროში. ჩვენთიაც კიდე გიჟი და სულელი და გადარეული უნდა და შეგვეშოგვე მოგვემატე. მე მოვდივარ, ჩემი პერსონაჟი ბრუნდება ინდოეთიდან სახლში. მომყავს არაჩვეულებრივ ლამაზი ქალი. ეპელა ესე უნდა აფრინო. ცუდის ნიშანია. აბა ვე, ასო გაიხსენე ყველაფერი რაც გასწავლე ოდესღაც. კი. ეწოდები თუ გინდა ტაში უნდა მაგრად იმუშაო. გაიგე? დიდი მადლობა. ოღონდ ის დაიძახე, აქ დაცვა არ არის. დაცვა! მე მაგალითად ისე მომეწონა რომ მე დავტოვებდი ამ სპექტაკლში ამ ეპიზოდს. ეს ეპიზოდი ისე მოუხდა. პირდაპირ 10-იანში გაარკა. შალიკო! დაი, დასასრულს მიუახლოვდა ჩვენი გადმოცემა, შალვა რამიშვილის შოუ და დესერტად მარიკა თხელიძე ჩვენთან სტუდიაში. The time of my life, I never felt this way before. And I swear this is true. And I owe it up to you. The time of my life, and I never felt this way before. And I swear this is true. And I owe it up to you. აირია ეს ძალიან დიდი ჰიტი იყო. მაშინ შემახსენე როდის იყო ესა? ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ. ალბათ მაშინ ვიყავი ესე 18-ის. 18-ის. ხო, არა, უფრო პატარა ვიყვები, 15-ის ვიყავი. ხო, მეორჯერ აღარ მოიტყვა. ხო, ვის სიმღერაა ესა?
ეს არის კოტე ნიშნიანიძის სიმღერა და ტექსტის ავტორი არის კოტე ყუბანეიშვილი. ხო. ვიდეოც ძალიან პოპულარული იყო ამ სიმღერის, რომელიც მასაც დამახასიათებელი ეს მოძრაობები და გადაიღეთ სადღაც მაღაზიაში. ელიავას ბაზრობაზე გადავიღეთ. დღეს უკვე როგორც ისტორია, ქართული შოუ ბიზნესის ისტორია, ეს სიმღერა გიწევს სიმღერა სხვადასხვა. ნუ ელიავას ბაზრობაზე არა, იქ უკვე იმღერა, ასაგებია. სადმე სხვადასხვა საღამოები არის თუ არა? მიწევს, არა, ძალიან ნაკლებად ვარ ჩართული და სიმართლე გითხრათ ძალიან მწყდება გული, იმიტომ რომ მივხვდი ამ წლების მანძილზე, რომ ჩამოვშორდი ამ საქმიანობას, რომ მართლა ყველაზე მეტად მენატრება სიმღერა და მინდა ძალიან რომ შევქმნა ბენდი. ძალიან დიდი ფუფუნება. მოგაქირაოთ ჩემ ბენდი? არა, რატო არა? ძალიან მაგარი ბენდი ყავს და მე ხო, მოგაქირავებ, ესე იგი. დიდი სიამოვნებით. შემიძლია ფორჭხიძეთი თუ ფორჭხიძეს გარეშე, როგორ მოგაქირავ? არა, ფორჭხიძეთი. ფორჭხიძეთი ძვირი დაგიდება. გააქვს ფული? მაყვა. ფორჭხიძეს მე ძალიან უყვარვარ და არა, არა, უფასო. არ გამომართოს, ხო? შენ არ გამომართოს, მე მეტყვის რომ მიდი და როგორც ხდებოდა ყოველთვის ფულზე ეს კი არ ელაპარაკებოდა. შენი წილი აიღე მარტო და. ფულზე ეს კი არ ელაპარაკებოდა არავის და აგერო დაელაპარაკებოდა. გნოლიზეთი გინდა? კი, გნოლიზეთი კი. ანუ შენ მთლიან სრული პაკეტი გინდა, ხო? სრული პაკეტი. გასაგებია. კარგით, მაგაზე მოვილაპარაკებთ. ჯერ გაერთე, ჯერ ნახე, წყობშია თუ არა დასმასკვა უნდა, რამე უნდა, არ ვიცი. ვიმღეროთ ეს სიმღერა, ქვეყანა აირია. გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მომავალ შეხვედრამდე კარგად იყავთ. ქვეყანა აირია. ქვეყანა აირია. ქვეყანა აირია. გოგონა ოთახში ღამეს ათევდა, ზუსხი და სიცივე კი მას უსნებას ათმევდა, გულში რაც ჰქონდა წმინდა, თან ქუჩაში მთელი ღამე წვიმდა, ხოლო პეპი გძელი წინდა, გარბის სახლიდან. წავიდეთ, ერთად ვიაროთ, წამზომი ჩართულია ეს დრო გადავიაროთ, სამომო მეცი ხელი, ერთად ყოფნა ხომ არ არის ნელი, თუ წელი გავიდა ძველი, ვიწყებთ ახლიდან. შიერი ტრეკები, ოსებაც წკნიან, მიგრები სიმღერის გაწყობას მიგნიან, მიგრიან დღეები, სწრაფად მიგრიან, დაჯერს ყოველი. თბილისის ხმები, ჩემთვის იცლიან, ჩემი დარდი მოთხომ კარგად იციან, ზედას გულში სიხარული მისვლიან, სიტყვას მოველი. ხალხია ქუჩაში, ახალი სახლები, ბერები რეკლამის და ჭრილად დახლები, ამშვენებს ქალაქს და მე გულით ეს სიმღერა დამაქვს. ამის მეტია ბარამაქვს, ლერც ვისღერი ვარ. სიმღერის გარეშე ალბათ გავხრები, რადგან სიმღერა მოდან ჩემი თანხლები, ის მიწვის პუშტა კარაქს, მისი თხოვნე ცხოვრება დამოხს გამაქვს, დერა დამიფასებს სამას, და მე ვისღერი ვარ. ჩვენია, ჩვენი ქალაქი ჩვენია, ხარი ფიქრშიენი ჩვენი სარჩენია, აბა სხვა აფაფად გადაგჩენია, სხვათან მივედით. ჯარში გამოსვლის ჩვენებს ხენია, ბედი ხამამაზე დიანი ცხენია, სანამ დღეს ფოთლები არ გასვენია, ცხოვრობ იმედით. ქვეყანა აირია, თავარი შაირია, ქუჩაში ხმაურია, ქალაქმა აურია, ჭაობში გაზილი მელეთ მისერი ვარ. სიტყვა მაქვს საქმელი, გამიღეთ სარკმელი. ბულები დაიტაცეს, სტუდია გაიტანეს, ვიძახი ყველაფერს, რასაც გიგამის. უდასაც დაგიყრი ხეს თუ თუ ჩვენია, ჩვენი ქალაქი ჩვენია, ღარიბი ძიერი ჩვენი სარჩენია, აბა სხვა აფაფად გადაგჩენია, სხვათან მივედით. ქუჩაში გამოსვლის ჩვენებს ხენია, ბედი ხომამაზე ძიერი ცხენია, სანამ დღეს ფოთლები არ გასვენია, ცხოვრობთ იმედით, ცხოვრობთ იმედით, ცხოვრობთ იმედით.